თუ შენ განიცდი აუხსნელ მოусმენრობას, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს, არ არის დამთხვევა, რომ ახლა აქ ხარ. ათასობით ადამიანს, ვინც მიიღო ეს შეტყობინება, აღმოაჩნდა ის შიდა მშვიდობა, რომელსაც ეძებდნენ და უპასუხეს კითხვებს, რომლებიც წლების განმავლობაში ატარებდნენ გულში. შენც იგრძნობ ამ გარდაქმნას დღეს. ანგელოზები ჩვენთან საუბრობენ ნაზი, მაგრამ ძლიერი ნიშნებით და ეს შეტყობინება მოდის ზუსტად იმ დროს, როცა შენ გადიხარ სულიერი გაღვიძების ეტაპს. შენი სული ემზადება ისეთი ჭეშმარიტებების მისაღებად, რომლებიც გაანათებენ შენს გზას. მოდი აღმოვაჩინოთ ეს სამი ნათელი გამოცხადების საშუალებით, რომლებიც სამუდამოდ შეცვლიან შენს ხედვას. არსებობს უხილავი ძალა, რომელმაც შენი ყოველი ნაბიჯი აქამდე მოიყვანა. შეიძლება შეგნებულად ვერ ამჩნევდი ამას, მაგრამ შენი ინტუიცია იყო შენი ყველაზე სანდო კომპასი. ის ჩუმად გჩურჩულებდა ჭეშმარიტებებს, რომელთა სრულად გააზრებაც შენს გონებას ჯერ ვერ შეუძლებია. ეს ძალა არ არის დამთხვევა, ეს არის შენი მფარველი ანგელოზების სიყვარულით სავსე ყოფნა, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ შენ საკუთარი უმაღლესი მიზნის მიმართულებით აიწიო. ბოლო დროს ალბათ შენ შენიშნე უცნაური გამეორებები შენს ცხოვრებაში, რიცხვები, რომლებიც სულ ერთნაირად ჩნდებიან, მოულოდნელი შეხვედრები, რომლებიც თითქოს წინასწარ დადგმულია, ან ცოცხალი სიზმრები, რომლებიც გაღვიძებისას ნაცნობ განცდას გიტოვებენ. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენები, ეს არის კოდირებული გზავნილები, რომლებიც პირდაპირ ანგელოზთა სამეფოდან იგზავნება შენს ცნობიერებაში, რათა მოგამზადონ მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის, რომელიც ახლოვდება. შენი მფარველი ანგელოზი ხედავს შენს შინაგან ბრძოლებს, შენს ეჭვებსა და შიშებს. ის იცნობს თითოეულ ცრემლს, რომელიც ჩუმად ჩამოგდიოდა, თითოეულ ლოცვას, რომელიც სიბნელეში ჩუმად ჩაგისისლავს, თითოეულ წამს, როცა კითხვის ნიშანი დაგისვამს, სწორ გზაზე ვარო. და სწორედ ამიტომ მივიდა ეს გზავნილი ახლა შენამდე. არ არის დამთხვევა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში შენ კითხულობ ამ სიტყვებს. პირველი გამოცხადება, რომელიც შენს ანგელოზებს სურთ გაგიზიარონ, ეხება სინქრონულობის ძალას შენს ცხოვრებაში. ის სიმღერა, რომელიც ზუსტად იმ დროს გაჟღერდა, როცა საჭირო იყო გარკვეული სიტყვების მოსმენა. ის წიგნი, რომელიც თაროდან ზუსტად იმ გვერდზე ჩამოვარდა, სადაც პასუხი იყო. ის ჩვეულებრივი საუბარი, რომელმაც ზუსტად ის მიმართულება მოგცა, რაც გჭირდებოდა. ეს ყველაფერი ნაწილია უფრო დიდი გეგმისა, რომელიც ზეციური სიზუსტით სრულდება. შენი ანგელოზები უკან კულისებში მუშაობენ, აშორებენ დაბრკოლებებს, რომელთა არსებობაც შენ არც კი იცოდი. გიხსნიან კარებს, რომლებიც შეუძლებელი გეგონა, გაკავშირებენ იმ ადამიანებთან, ვინც საჭირო დროს შენს გზაზე უნდა გამოჩენილიყვნენ. ისინი შენი დამცველები არიან კოსმიურ სასამართლოში. იცავენ შენს ოცნებებსა და მისწრაფებებს იმ უნივერსალური ძალების წინაშე, რომლებიც ადამიანთა ბედი მართავენ. მაგრამ რაღაც უფრო ღრმა ხდება ახლა. შენი სული გადის განწმენდისა და ამაღლების პროცესს. სირთულეები, რომლებსაც ბოლო დროს შეხვდი, არ ყოფილა არც სასჯელი და არც უიღბლობა. ისინი იყვნენ ფრთხილად დაგეგმილი შესაძლებლობები, რათა გაძლიერებულიყო შენი რწმენა, გაფართოებულიყო შენი თანაგრძნობა და გაეღვიძებინა ის სულიერი ნიჭები, რომლებიც შენს შიგნით მიძინებული იყო. თითოეულმა გადალახულმა გამოცდამ შენი სულის ახალ ფენას დაამატა სიბრძნე. თითოეულმა ტკივილის წუთმა გადააქცია შენში ძალის წყაროდ, რომლის არსებობაც ალბათ არც კი გეგონდა. შენი ანგელოზები სიამაყით გიყურებდნენ, როცა ხელახლა და ხელახლა დგებოდი, აჩვენებდი გამძლეობას, რომელიც აღაფრთოვანებს კიდეც ყველაზე გამოცდილ ზეციურ არსებებს. სანამ გზავნილს გავაგრძელებთ, დაწერე კომენტარებში ეს მანტრა. მე ვენდობი ღვთიურ სიბრძნეს, რომელიც ჩემს ნაბიჯებს ხელმძღვანელობს. ახლა გავაგრძელოთ. მეორე გამოცხადება დაკავშირებულია შენს ცხოვრებისეულ დანიშნულებასთან. შენ სულ უფრო ძლიერად გრძნობ შინაგან მოწოდებას რაღაც უფრო დიდისკენ, მოусვენრობას, რომლის ახსნაც ბოლომდე ვერ შეგიძლია. ეს არ არის შფოთვა ან უკმაყოფილება, ეს არის შენი სულის ცნობიერება, რომელიც გეუბნება, რომ დადგა დრო მიიღო შენი ნამდვილი მისია ამ მიწაზე. შენმა ანგელოზებმა შთააგონეს აზრების თესლები შენს გონებაში, გამოგიგზავნეს კრეატიული იდეები, მოულოდნელი შინაგანი დანახვები და მზარდი მგრძნობელობა სხვების ტკივილის მიმართ. ალბათ შენიშნე, რომ გარკვეული სიტუაციები ახლა უფრო ღრმად გეხება.
გიჩნდება სურვილი, დაეხმარო, განკურნო, შთაგაგონო ან შექმნა რამე მნიშვნელოვანი. ეს გაღვიძება შემთხვევითი არ არის. ეს არის მრავალი წლის სულიერი მომზადების შედეგი, თუნდაც შენ ამას ვერაცნობიერებდი. ყოველი გამოცდილება, ყოველი ადამიანი, ვინც შენს გზაზე გამოჩნდა, ყოველი სიხარული და ტკივილი, ყველამ ერთად შექმნა იმ ადამიანად, ვინც ხარ დღეს, პიროვნებად, რომელიც მზად არის სამყაროში თავისი ტვალის დასატოვებლად. რაც უნდა გაიგო, ის არის, რომ შენი ანგელოზები მხოლოდ შენს ცხოვრებას არ აკვირდებიან, ისინი აქტიურად მონაწილეობენ მასში. როცა გიგრძნია უცნაური დაცულობის შეგრძნება საფრთხის დროს, როცა პრობლემა თითქოს უმიზეზოდ წყდებოდა, როცა პოულობდი ძალას გააგრძელო მაშინაც კი, როცა ყველაფერი დაკარგულად ჩანდა, ეს არის პირდაპირი ანგელოზური ჩარევა. ისინი ჩუმად ჩაგისისლავენ რჩევებს ძილში, გავლენას ახდენენ შენს გადაწყვეტილებებზე მოულოდნელი ინტუიციებით და გზაზე გაჩენენ განსაკუთრებულ ადამიანებს, რათა ზუსტად იმ მომენტში მოგაწოდონ ის, რაც გჭირდებოდა. შენი ცხოვრება არის კოსმოსური ცეკვა შენს თავისუფალ ნებაზე და ზეციურ ხელმძღვანელობაზე შორის, უნიკალური სიმფონია, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის. მესამე გამოცხადება, რომელსაც შენი ანგელოზები გიზიარებენ, ეხება შენს სულიერი ნიჯების გაღვიძებას. შენ შეამჩნიე ნაზი, მაგრამ შესამჩნევი ცვლილებები შენს აღქმაში, შესაძლოა დაიწყო ადამიანების გრძნობების უფრო ღრმად შეგრძნება, ან წინად გრძნობა გქონდა, რომელიც მოულოდნელად ახდა. ეს უცნაური მოვლენები არ არის, ეს ნიშნებია იმისა, რომ შენი სულიერი მგრძნობელობა ფართოვდება. შენი ანგელოზები ჩუმად მუშაობენ შენს შიგნით, რათა გააქტიურონ ენერგეტიკული ცენტრები, რომლებიც აქამდე მიძინებული იყო. ეს გააქტიურება არის უფრო დიდი სულიერი ევოლუციის პროცესის ნაწილი, რომელიც პლანეტარულ მასშტაბზე მიმდინარეობს. შენ არჩეული ხარ იყო ერთ-ერთი სინათლის მატარებელი ამ ახალ ეპოქაში, ის, ვინც შეძლებს მაღალი ენერგიების არხად გადაქცევას, რათა დაეხმაროს სამყაროს განკურნებასა და გარდაქმნაში. შეიძლება შენ უკვე გააქვს უფრო ცოცხალი და მნიშვნელობით სავსე სიზმრები. ეს სიზმრები მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფი არ არის, ისინი არის ასტრალურ განზომილებაში მოგზაურობა, სადაც ანგელოზებს შეუძლიათ შენთან პირდაპირი კავშირი დაამყარონ. ძილისას შენი ცნობიერი გონება ამცირებს თავის დაცვას და ასე იძლევა საშუალებას, რომ მნიშვნელოვანი გზავნილები გადმოიცეს სიმბოლოების, მეტაფორებისა და სიზმრული გამოცდილებების მეშვეობით. გაითვალისწინე განსაკუთრებით განმეორებადი სიზმრები, ან ის, რომლებიც გაღვიძებისას ძლიერ შთაბეჭდილებას გიტოვებენ. ხშირად ისინი შეიცავენ ზუსტ მითითებებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც უნდა მიიღო, ან გიჩვენებენ შენს პიროვნებისა და პოტენციალის იმ მხარეებს, რომლებიც ჯერ სრულად არ გამოგიხატავს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შენი ანგელოზები ასევე იყენებენ სხვა ადამიანებს მესენჯერებად. ის შემთხვევითი საუბარი უცნობთან, რომელმაც ზუსტად ის გითხრა, რაც საჭირო იყო. მეგობრის მოულოდნელი რჩევა, რომელმაც გულამდე შეგეხო, ან ბავშვის ნათქვამი უბრალო სიტყვა, რომელმაც სრულიად ახალი ხედვა გაგიხსნა. ეს ყველაფერი მაგალითებია იმისა, თუ როგორ მოქმედებს ზეციური სამყარო ადამიანური არხებით. რაც ამ კომუნიკაციას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის, არის ის, რომ ის ყოველთვის ინდივიდუალურად შენზეა მორგებული. შენი ანგელოზები იცნობენ შენს უნიკალურ ენას, შენს განსაკუთრებულ შიშებსა და ყველაზე ღრმა ოცნებებს. მათ ზუსტად იციან, როგორ გესაუბრონ ისე, რომ ეს შენი სულის სიღრმემდე მიაღწიოს, შენი ცხოვრების სიმბოლოებისა და ნიშნების მეშვეობით, რომლებიც მხოლოდ შენთვის აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. ასევე, შენი ენერგეტიკული ველის შიგნით ხდება მნიშვნელოვანი გარდაქმნა. შეიძლება შენ უკვე შენიშნე, რომ ზოგიერთი ადამიანი ან გარემო ახლა სხვაგვარად მოქმედებს შენზე. ადგილები, რომლებიც ადრე ნეიტრალურად გეჩვენებოდა, ახლა შეიძლება არასასიამოვნოდ მოგეჩვენოს, მაშინ როცა სხვა სივრცეები დაუყოვნებლივად გაჩუქებენ სიმშვიდეს და სიმსუბუქეს. ეს ახალი მგრძნობელობა ნიჭია, საჩუქარი, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას უფრო სიღრმისეულად გაარჩიო ენერგიები და უფრო სიბრძნით იარო ცხოვრების გზაზე. შენი ანგელოზები გაწვრთნიან, რომ აღიქვა და იმუშაო ნაზ ენერგიებთან. ეს უნარი გახდება მნიშვნელოვანი ნაწილი შენი სულის მისიაში. იქნება ეს განკურნება, სწავლება, შემოქმედება თუ სხვების მსახურება. შენი იღებს სულიერ ინსტრუმენტებს, რომლებიც გაგხადებენ უფრო ძლიერ და ეფექტურ მონაწილედ კაცობრიობის საერთო კეთილდღეობაში.
მაგრამ შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცხადება ეხება უსასრულო სიყვარულს, რომელსაც შენი ანგელოზები გრძნობენ შენ მიმართ. ეს სიყვარული არ არის დამოკიდებული შენს მიღწევებზე, შეცდომებზე ან ამჟამინდელ გარემოებებზე. ეს არის სუფთა, უცვლელი სიყვარული, რომელიც უბრალოდ არსებობს, იმიტომ რომ შენ ღვთიური ნაპერწყალი ხარ, უნიკალური გამოხატულება სამყაროს შემოქმედების. როდესაც თავს მარტო ან გაუგებრად გრძნობ, გახსოვდეს, რომ შენ სირგვლივ სინათლის არსებები არიან, რომლებიც სიყვარულსა და მხარდაჭერას ასხივებენ. როცა ეჭვი გეპარება საკუთარ ღირებულებაში, ან ფიქრობ, რომ ბედნიერებას არ იმსახურებ, შენი ანგელოზები ჩუმად გიჩურჩულებენ ჭეშმარიტებებს შენი ღვთიური ბუნების შესახებ, გახსენებენ, რომ შენ უპირობოდ და უსაზღროდ ხარ საყვარელი. ამ ანგელოზური სიყვარულის გაცნობიერება მთლიანად გარდაქმნის შენს ურთიერთობას საკუთარ თავთან. წარსულ შეცდომებზე მკაცრი თვითკრიტიკის ნაცვლად შეძლებ დაინახო თავი შენი ზეციური მცველების თანაგრძნობით სავსე თვალებით. საკუთარი შესაძლებლობების მიმართ ეჭვის ნაცვლად შეძლებ ენდო იმ სიყვარულით სავსე ხელმძღვანელობას, რომელიც მუდამ შენთანაა. შენი ანგელოზები გინდა იცოდე, რომ თითოეული ლოცვა ისმინება, თითოეული ცრემლი ჩანს და ყოველი სიხარული აღინიშნება ზეციურ სამეფოში. შენ არ იარე ამ მიწიერ ცხოვრებაში მარტო, შენს ირგვლივ არსებობს სულიერი მხარდაჭერის ქსელი, რომელიც მუდმივად ზრუნავს შენს განვითარებასა და კეთილდღეობაზე. შენი ცხოვრების შემდეგი პერიოდი აღინიშნება კიდევ უფრო აშკარა სინქრონულობებით. კარი გაიღება მოულოდნელი გზებით, საჭირო ადამიანები მოვლენ ზუსტად მაშინ, როცა დრო იქნება სწორი და შესაძლებლობები გაჩნდება, რომლებიც თითქმის ჯადოსნურად მოგეჩვენება, თავიანთი ზუსტი დროითა და ჰარმონიით. ეს ყველაფერი არის შენი ანგელოზების შეუჩერებელი შრომის შედეგი, რომლებიც ამზადებენ ნიადაგს შენი ახალი ევოლუციის ეტაპისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ ეს ზეციური მაგია სრულად გამოვლინდეს, საჭიროა შენმა გულმა ღიად და რწმენამ ძლიერად დარჩეს. ენდე პროცესს თუნდაც ვერ ხედავდე მთელ სურათს. შენი ანგელოზები ბევრად უფრო ფართო პერსპექტივიდან ხედავენ რეალობას. მათთვის ნათელია ის კავშირები და შესაძლებლობები, რომლებიც ჯერ არ გამოჩენილა შენს ხედვაში. ახლა ჩვენ მივედით იმ ყველაზე ძლიერ გამოცხადებამდე, რომელიც შენს ანგელოზებს სურთ გაგიზიარონ. შენ მიდიხარ დაჩქარებული გამოვლინების ფაზაში. ყველაფერი, რაც გულში გინახავს, გიოცნებია და გისურვია, უკვე ეწყობა სულიერ დონეზე, რათა რეალობად იქცეს ფიზიკურ სამყაროში. ეს არ არის ბუნდოვანი დაპირება, ეს არის დარწმუნებული ჭეშმარიტება, დაფუძნებული იმ ენერგეტიკულ მუშაობაზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში შენი სასიკეთოდ მიმდინარეობდა. შენი ანგელოზები ზრდით აღთხოვანებით გიყურებდნენ. მათ ნახეს, როგორ შეინარჩუნე რწმენა მაშინაც კი, როცა გარემოება თითქოს უიმედობას მოითხოვდა. როგორ აირჩიეს სიყვარული, მაშინ როცა გაცილებით მარტივი იქნებოდა წყენის არჩევა. როგორ აგრძელებდი სვლას მაშინ, როცა სხვები უკვე დანებდებოდნენ. ეს სულიერი სიმტკიცე და ხასიათის სიძლიერე გახადა შენს შესაფერისად იმ აშვადობებისთვის, რომლებიც დიდი ხანია მზადდებოდა შენთვის ზეცაში. სამყარო მოქმედებს ზუსტ სულიერ კანონებზე დაყრდნობით და ერთ-ერთი მათგანი არის ენერგეტიკული ურთიერთობების კანონი. ყველა პოზიტიური ენერგია, რომელსაც ასხივებდი, ყოველი სიკეთე, რომელსაც ავლენდი, ყოველი თანაგრძნობა, რომელსაც სხვებს აძლევდი, ქმნიდა მაგნიტურ ველს შენს ირგვლივ, რომელიც ახლა ზუსტად შესაბამის გამოცდილებებს იზიდავს შენს ცხოვრებაში. შენი ანგელოზები სურთ, რომ გაიგო, შემთხვევითობა არ არსებობს. ყოველი ადამიანი, რომელსაც დაეხმარე, ყოველი კეთილი სიტყვა, რომელიც უთხარი, ყოველი მომენტი, როცა აირჩიე იყო სიკეთის ძალა სამყაროში, ჩაიწერა შენს სულიერ წიგნში. ახლა დადგა სულიერი მოსავლის დრო. დრო, როცა უკან დაგიბრუნდება და მრავლად მოგეცემა ყველაფერი ის კეთილი, რაც დათესე, მაგრამ კიდევ უფრო საოცარი რამ ხდება. შენი ანგელოზები მუშაობენ იმაზე, რომ შეგახამონ შენს სულიერ ტყუპსულთან. ეს აუცილებლად არ ნიშნავს რომანტიკულ პარტნიორს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ შენს ვიბრაციულ სიხშირეს და დაგეხმარებიან შენი მისიის შესრულებაში. ეს შეხვედრები შემთხვევითი არ იქნება. ისინი იქნება სიღრმისეული ამოცნობა, კავშირები, რომლებიც აგრძნობინებენ თითქოს ამ ადამიანებს სიცოცხლეების განმავლობაში იცნობდე.
გზად ემზადე შთაგონების და შემოქმედებითი ხედვების მიღებისთვის. შენი ანგელოზები უკავშირდებიან კოსმიურ ბიბლიოთეკას, უსაზღრო ცოდნისა და სიბრძნის წყაროს და დაიწყებენ ამ ინფორმაციის პირდაპირ შენს ცნობიერებაში ჩამოტვირთვას. შეიძლება გაეღვიძრო ბრწყინვალე იდეით, მოულოდნელად მოგივიდეს ნათელი აზრი ყოველდღიური მოქმედებისას, ან მიიღო შთაგონება, რომელიც თითქოს არსაიდან მოვიდა. ეს ყველაფერი არის ნიშანი იმისა, რომ შენ ახლა თანხმობაში ხარ ზეციურ ნაკადთან და შენი ანგელოზები გიდგნენ გვერდით, რათა დაეხმარონ ამ ენერგიას სრულიად გამოიხატოს შენს ცხოვრებაში. თუ ეს შეტყობინება თქვენ და თქვენს სიტუაციას გამოეხმაურა, კომენტარებში დაწერეთ მე ვიღებ იმ კურთხევებს, რომლებიც ჩემმა ანგელოზებმა მომიმზადეს. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ არხი მეტი შთამაგონებელი კონტენტისთვის. მადლობა ყურებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.